კი არ დაიდო წაისვი. სარკესთან მიდი და გამარჯობათ ხალხო და დღეებში დობის. აუ ისე მაგის რაღაცას დავდე. ჩემ ბრალი არ არის ეს სიმღერები თავისით ჩაირთო. ანუ კი ჩავთე, მაგრამ თავისით გადადის რა და ჩიტო გრიტოზია. ვაი ეღვერთ როგორ ბეზარებოდა ბადო. აი ეგეც თუ დაბეზარა, აი კარგათა ყოფილა მერე ჩემი საქმე. ხვალე მივდივარ ექიმთან. ხო და ვერ ჩავეწერე. სავსეა. მაგრამ წინებზეც ეგე იყო და მაინც შევედი ამ ცოცხალი რიგით რა. ამიტომ 4 შაბათი დღე არის თავისუფალი სადღაც პირველამდე და ეგეც გვიანია ჩემთვის რა და ანალიზებისთვის. ამიტომ ხვალე სახლიდან გავალ 9 რო არ იქნება ჯერ რომ ვიღაცამ რო 15 წუთი დაიგვიანოს ჩემთვის მისწრება. და წინაზეც მასე იყო რა. 2 დღეა ვერ ჩავეწერე რა. იქნებინ მიამოვარდეს და არ ამოვარდა. იმიტომ რომ ანუ დაგვიანება ერთი არის კი ჩემთვის და მე კიდე იქ უნდა წავიდნენ რა ქვია. ბაკურიანში და ბარბარისთვის აზიურები მინდა რომ ვიყიდო. ხო და აი ეგეც დამიგვიანდებოდა. აბდუშაჰილივით გავიმაზე. აი ესენი უნდა ვიყიდო ხალხნო. მოიცაბა ვნახო როდის მივიდოდეს მოვატრიალო, იმიტომ რომ შეიძლება YouTube-მა ლოგო ამოიკითხოს და მიასწიკვდილოს. მეორე ვიზიტი. ანუ ხვალე არის ეს უფასოების პირველი რომ ეკუთვნის. აი მე 25.03 მარტი 25 მარტიდან 4 აპრილამდე. გვიანია. ნუ არც ისე, მაგრამ შეიძლება მაშინაც მოკლედ თუ შევხვდი ვიყიდ, იმიტომ რომ წინაზე რომ ჭირდებოდა ესენი აი უკვე რო პიკზე ვიყავი და საერთოდ ბოლო წამზე რომ მივიყვანე, ვერ ვიშოვე და სხვები ვიყიდე და სხვები არ მომეწონა, ანუ ეს არის ნახატს ერთი არ ვაფიქსირებს და არ სწურება და არ შორდება ხახუნის და მოჯეჭყვის დროს და მეორეც ის რომ ამუქებს და აცოცხლებს ფერებს რა და ისინი ძალიან მკვდარი ლაკები იყო და ამას კარგად ვიყენებ ხო და მეგონი რომ ხვალე ვიყიდო ჯობია. ამერინა რაღაც. ანუ ხვალე არის მე 12 კვირა. ნუ 12 კვირა რა. 12-13 კვირა. ანუ ესეც უნდა წავიღო რაღაცა 16-17 კვირაზე რაღაცა წერია და ეს არ მახსოვს დაბლა რა მიაწერა. ვინახავ ყველანაირ ფურცელს. აბსოლუტურად სულ ყველა ფურცელს ვინახავ, რომ მე უნდა დაუანგარიშო. გადავახდებინო. ბავშვს კაცოლაშას კი არა. აი, ხო, ის მინდა, ეხლა შევიშრობთ მას და ისინი მინდა გავიკეთო. ეგა ხო. თემოზე რო გამოვიწერე რაღაც სახვევები. დავალე ხამას დავკიდებ. და მოვალ. მოედი და ხალათი გავიძრე. ჩავიწოთ ფულფულანასკენი. ხო, ვითომ ანუ არ იმდენად რა, განარა უნდა გეტყობოდეს სამთვისა, მაგრამ დახურა ბეზარება. და მიშლის ხელი. მას კი რო უნდა ჩავიცოხავ ფეხს აიქავ. ესე.
ესეც ესე, აი ამებს ვეცებდი. ნინო! მოიცადე. აქაა მგონი. აი ეს პლასმასის საფოროა. აი ამას ვაღებ. ოღონდ ჯერ თმა უნდა შევიშრო. წესით მოკლეს, მაგრად დამეხვევს. მოვიტანო ისა. შენ სავარცხელი მომიტარა. დღეს ვიქალე, მოიცა იმას ვიზავ და გეტყვით, მე მოგიყვებით. თავბრუდა მეხარ რამდენი თავრადეჯი ვიქნიე. ეს გავასწორ. ვაიდიდა ესე. ხო რა უნდა მეთქვა დღეს ვიქალე მეთქი. გახსოვთ ბაცაც რო ცუდად იყო და ფილე რო უყიდე. ერთ დროს ხო და ეგ ფილე ხო 2 ცალი მოუხარშე და შიგ 3 იდო კიდე და ეგ ჩავყიდე. ხო და ლაშა მოიტანა ბარკალი ჩახოხბილი გააკეთე. უბრალოდ გუში მოიტანა რომ ვისაუი უნდა შევწვაო, წვადებიო ამისიო. მე არ მიყვარს მოგისის და მე თქვი არ მინდა თქვენ ჭამეთ თქო რა და მე რეტყობა იმასაც დაეზარა. ხო და მოკლედ დღეს გადაჩახოხბილდა ბარკლის მაყალზე შემწვარი მწვადი. ხო და მე მგონი მეზარება ამის გაკეთება თმაზე არა თქვენ რა სიტყვით. მაგრამ მეზარება მე არ მინდა. იმიტომ რომ ხვალე ვიცი ვერ მოვიდგებ არც იმის რომ ექნება რომ გავისწორო. თუ რომ 9-მდე უნდა წავიდე. ეს იყოს რა. ბოლომდე არ გამშრალა და რაღაცნაირად გაშრება. ხო და ესე. ფენთ თუ რაღაცა იქნება ფენთ გავისწორებ ეგ. უბრალოდ რომ გიჟვით არა მქონდეს. დატკეპნილიც არ მინდა. ხო და დილას ჩავედი. სანამ პარალელურად ქათმის ჩახოხბილს კი არა ბარკლის ჩახოხბილს ვაკეთებდი. ეს შენი ფილე დავჭერი. წვრილად. უფრო წვრილად შეიძლება და მეთქი დაპატარავდება და არ დაპატარავდა. და მე შემწვარი დავჭერი. გუშინ ვიყიდე, იქ სამსახურში მოვიდა ბაზარი მოძრაობს ხოლმე რა, კახას ეგრეთ წოდებული კახას ბაზარი და ვიყიდე ჩინური კომბოსტო, ეს გრძელები როა. და რატო ვიყიდე ახლა ეგ? იქ ბაკურიანში რო ვიყავით და ეს კვება იყო ძალიან კაი, ესე მრგვალ მაგიდაზე, სულოგულო რაც კი ნაგიყო და
ძალიან ბევრი სალათის ფურცელი იყო და ძალიან მაგრა შეიჭამა რა ნუ ხოდა რომ ჭამდი გოგოებს უთხარი რომ რაღაცა სხვა გემუაქ მეთქი რა ანუ გემრიელია თქვა თან ხორციანი აი სალათის ფურცელი და ფოთოლი რომ იმას შევახით რომ ითუთქება სავითან ძმარს რომ დაასხავან რაღაც ხით რომ პატარავდება ვიჭყლიტება და წყალი გასდის არ იყო ეგეთი რა და გოგოებმა მითხრეს რომ ეს არ არისო სალათის ფურცელი ეს არის ჩინური კომპოსტო ესა და ესეთი მეთქი წავალ ვიყიდი ხო და გუშინა ჰქონდა კახას და 3 ლარისა იყო 2 საკმაოდ ნორმალური თავი და რა გემრიელია იცი ეგ მივირთვი მაგით გავაკეთე ცეზარი პურიც დავასუხარე მოკლედ რაც მქონდა რა დიდად არაფერი ისა ბოლოს უკვე მაგრამ იზარებოდა და როიტყვენ სიყმე დავებნელე იმდენი შევჭამე ის ჯაღოხბილი არ მიჭამია ხო და თანავ ფიქრობდი რა რომ ეს მეთქი ხო ბაცაცოს კერძია ვაი და დაჭირდეს მეთქი და შევინახო თქო და მე ვიფიქრე რომ თუ დაჭირდება მაღაზია იქ არ არის ახალი იყიდი ხო 6-5 და თუ 6-მდე ღირდა რა ხო და ეგრე სხვა დღეს ისეთი არაფერი არ გამიკეთებია ისაბღა შუადღით ვიქალე და მანამდე რას ვაკეთებდი გეტყვით ახლა ნუ მილაგება მოლაგება ეზო ნაგავი ანუ რაღაცები გავაკეთე ხა მართლა არ მიგდებული არ ვიყავი ბარემაც მინდა მაგრამ თავს ვაიძულებ რა იმიტომ რომ არ შეიძლება ანუ რაღაცა პიკზე გავდივარ უკვე უსაქმოების ხო და მე რო ამოვედი ჩემ თავს რო ანუ ვთხარი ხა გეკუთნის დაჭექი რა ანუ დიდი არაფერი არ გავაკეთე ეს გავიარე და გამოვიარე ხო მე ხუნდა მესვენა და ჩავრთე და ეშერეფის სიზმარი იყო დადებული ხო ეშერეფის სიზმარზე მკითხეთ და კი ვუპასუხე და არ ვიცი რამდენად მივიდა ის კომენტარი იმიტომ რომ როგორც თქვენი კომენტარები იკარგება ხოლმე ძალიან ხშირად იგივეა ჩემი პასუხებიც არ ვიცი რატო მე ყველა კომენტარი დაშვებული მაქვს არ იფილტრება არაფერი ანუ ყველა უნდა მოვიდეს წესით არის შემთხვევები რომ 1 წლის მანძილზე მოდის ხოლმე მე ხო და ეშერეფის სიზმარი დება მაიკადრიზე ვუყურე ანუ იმეებზეც იდება აჭარანეთზეც აჭარანეთბეთზეც ბევრი პირატული საიტებია მოკლედ რა მაგრამ ვუყურებ მაიკადრიზე ანუ პირველი ის იდება მანდ მე გადააქვთ ხოლმე ხო და გახმოვანებაც მომწონს მაგათი ხო და ვუყურე მაგას ანუ სადღაც 2 საათი და რაღაცა იყო რა და მე ხა ადექი მან არა მეთქი წავალ ბარკალი დავდგე რაღაცა ორჯერ ვასხავ ხოლმე მაგის წყალს რა ბარკალი მაინც ეხა შინაურ ქათამხوار არ წვენი გამოიყენო და სანამ ეგ პროცესი საფქენ ჩავრთე ახალი ფილმი სხვადასხვა რეკომენდაციას უწევ ხალხო ვისაც გიყვართ ფილმები და არ იცით რას უყუროთ ან რაღაცა ქვია მოახლე ანუ ერთი მოახლეც არის ფილმი ჯენიფერ ლოპესი რო თამაშობს ძველი ფილმია და ძალიან მაგარი ფილმია აი უზომოდ მიყვარს ეგ არა ახალი არის 2026 წერია მაგრამ წესით არ უნდა იყოს 26-25-ისა მაინც უნდა იყოს რა ნუ შეიძლება იანვარში გამოვიდა მე რა ნუ ყოველ შემთხვევაში ახალია და უყურეთ კაი ფილმია ვუწევ რეკომენდაციას მე მაგას უყურე 2 საათი და რაღაცა იქ იყო ახლა და აბა როგორ რა უნდა მომეხერხებინა აბა არ მეცალა ფილმებს უყურებდი მთელი დღე მე როგორ მოვაქ მარტო ეგ არის აქ კი და ამაში ბლატროიდება სადაბრძანდება ფეპერს დედას გოლის სულის ვარდო იძინებს კატასტროფული ბავშვს არ აი მე დედას პატარა ეს ბაცაცო ძალიან აუბედურებს ამას და ამიტომ ამინისტია ხშირად ეხება ხოლმე და შემოდის აქა რომ იქ ბაცაცო რო გადის თუ არა აი მით დაიჭერს და დააკ როგორც პოლისტილო ეგე დააკ ჩემი პატარა ბანძულა აი მე ძალიან იცი რა დამაზი აი მამალია წეს დიდი უნდა იყოს მაგრამ იმდენად დააბეჭავა რომ სუსტია იმებს ვერ ეკარება ვაიმე ჩემი პატარა წეყვი ოღონდ დასვიცხეს წერა უნდა გერახო ზურგზე მესო ბაცაცო და ვაიმე შამის ჩაბუაცია ხალე ვაპირებდი ბარბარეს წაყვანას ქალბატონი ხა დაბადების დღეზია
ხო და წეღან კინოს რო ყურებდი ივანე მეკითხება, ანუ ესა წინაზე ხო ივანე მყავდა. ლაშისაც უნდა წამოსვლა, მაგრამ გაკვეთილები აქვს და ვერ აცდენს. იოანეზეც, ბარბარეზეც და ნინოზეც არც ერთი კონსულტაცია ლაშას გარეშე არ წავსო, არც ერთი სულ ერთად დავდიოდით და ეხლა ვერ ანუ განა როგორ არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად მაშინც როგორი სიტუაცია იყო, აი რო არ იცი, ვიღაცა რო გჭირდება, მით უმეტეს იოანეზე ბეცივით დავდიოდი რაღაცა. ხო და ეხლა რა, ორნაბიჯში მივდივარ და მოვდივარ, ერთ სფეროშია ყველაფერი. მაშინ ანალიზებზე სხვაგან მივდიოდი, ძალიან ისა ეხოსკოპიაზე ლადო კახაძესთან დავდიოდი, პასუხები აქ მოკლედ რა, ანუ ბევრ ადგილას მიმიწევდა რა და ისე რომ დაემთხოვა ცოტა გაკვეთილები ექნება 7 აქ ხვალ მე მგონი რა და ცოტა ისეთი თემა. ხო და მე და ბარბარე უნდა წასულიყავით რომ ეხა მე ექიმთან და პლუს ბარბარეს წავიყვანდი აზეურების საყიდლად რომ უნდა გაისინჯოს. იმედი ავიყიდი ოღონდ. ხო და წეღა კინოს რო უყურებდი ივანე მიყურეს. ისა ხვალე რომელსაც მივდივართო. შენ სადღა მიდიხარ მე მეთქე. მე უნდა გამოვყო. აი ეს ეხა წეღა რო ფურცელი გადავშალე და რა ქვია კონსულტაციის თარიღები წერია რა, რაც პროგრამულად მეკუთვნის უფასოდ. ეხოსკოპიაც ანალიზებიც და რაღაცა. ანუ ამებზეს უნდა გამომყვეს. რო იცის, სულ მეკითხება ექიმთან, როდის მითხრა ექიმთან და შენ რა გინდა? არა, უნდა წამოვიდე ეხოსკოპია ინტერესებს მაგრად. ხო და რა ვიცი, ხვალე მე მგონი ყველანი მივდივართ. მე ნინო დაიწყო წუწუნი, მე მიჩემი ჯერიაო. მეთხარ შენ სკოლაში მიდიხარ. სასაცილოა. ხო და რა ვიცი, ბარბარეთ წავიყვანო მეთქი თუ მე ვუყიდო 16 ზომა აქვს, აზიურები, რომ 16 ზომა უნდა. წესთ. და რა ნახოთ. ერთი ადგილი ვიცი, სადაც იყიდება აზიურები და თან ეგზომა ყველა ვარიანტში იქნება. იყო ხოლმე ყოველ შემთხვევაში. რავი. თუ არა და სულ ვერ ვიშოვე, მოვიწევს რომ ვიქირაო. ვიქირავდი ხოლმე მანდ ვარ კეთილში, მაგრამ ხვალე ვერ ვიქირავებ. იმიტომ რომ 13-ში მიდიან და 17-ში ჩამოდიან ალბათ რა და ეხლა რო იქირაო. ან ყოველდღე 5 ლარია თუ რაღაცა რა და ვაძლევდი ხოლმე ან 20 ლარს ან 25 ლარს. მე ვიქირავებ თუ ვერ ვიყიდე. ყიდვითაც მინდა რომ ვუყიდო, იმიტომ რომ მაგცეკვაში სულ იქნება და აზიურები ჭირდება და 25 ლარი თუ ბოლოს 30 ლარი მივეცი ქირაობაში და 50 ლარი ღირსე აზიური. აი მე მადლობა. კიდევ თავი შევიკავეთ, თორე იცი როგორ ვიცხოვლე, დაჭიქავ ხოლმე. ქუჩის იქიდან ერთხელ გავდიოდი პლოშადკაც დავაცემინე ჭურჭელი მიმქონდა თან სნამის დამცვით, აი გებრიელად გულიანად, აი ნაწლავი რო აგეხლართება და გზაზე გაჩერებაზე ქალი მიდიოდა და ვიცნობ უკასდა. იქიდან დავიძახა ჯანმრთელობა შვილო. დილის არზე ქალი გამოვაფხიზლე თავისთვის მიდიოდა. ხო. წავედი ახლა და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბაჰი და აბაჰო. ხვალ დილით რა გითხრათ, ხა დილით მოვასწრებ მეთქი ვერ შეგპირდები და სისულელია უბრალოდ ვერც გადავიღებ ფიზიკურად. იმიტომ რომ სანამ სკოლაში გავუშვებ, სანამ მოვემზადები, სანამ მე ესე უნდა დავალაგო ფუცლები ყველაფერი, ანუ არაფერი მჭირდება, მაგრამ ფუცლები ყველაფერი მიმაქვს ხოლმე აბსოლუტურად და ხო უნდა მოვემზადო და გავიდეთ. ხო და როგორი ამინდი იქნება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, არ ვიცი ხვალ რომელიც წავიყვან, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რუსთაველ თავისუფლებაზე გავლის. აი არ ვიცი, ეგე არასოდეს არ მომნატრებია ეგ ადგილი როგორც ეხლა. იმდენად მინდა რომ ის ადგილები გავიარო, იმდენად მინდა რომ რა იყოს რა და თავისუფლების მეტროსთან ნაყინი იყიდებო კიდე, იყიდებოდა და მე მგონი კიდევაც იყიდებ. ეგ მინდა რომ ხო და ეგრე, წავედი ხა, ბედნიერი საღამო,
ბედნიერი დილა ყველას.